კულტურის მინისტრმა გურამ უდიშარიამ კი ქართულ ესტონური ფილმის ავტორებს უმასპინძლა. მანდარინები ასე ქვია ზეზა ურუშაძის ფილმს, რომელშიც აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების ოჯახში მოხდრილი დაჭრილი ქართველისა და ჩეჩენი ჯარისკაცის ურთიერთობაა მოთხრობილი. ფილმში ქართული და ესტონელი მსახიობები მონაწილეობენ. მანდარინების წინა საპრემიერო ჩვენება კი დღეს გაიმართა. ეს არის პირველი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია. ნახევარი ჯგუფი არის ესტონელების, ნახევარი ქართველების. დაფინანსებულია საქართველოსთან, ესტონეთიდან, ევრიმაჟიდან, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ფონდიდან და ფილმი ეხება აფხაზეთის ომს, მაგრამ არა მხოლოდ ამას. ეს არის პირველი ფილმი ესტონურ-ქართული კოპროდუქციის ნახვი, ასე ვთქვათ, სადაც ესტონეთმა მეტი მიიღო მონაწილეობა, ვიდრე თქვა და ქართულმა მხარემ. მე მქონდა პატივი მესაუბრა წელს ზაფხულში ესტონეთის კულტურის მინისტრთან, ჩემს კოლეგასთან, საუბრობდი სწორედ ფილმზე, რომელსაც ძალიან ეგზოტიკური სახელიც ჰქვია მანდარინები. დღეს ახლა მიმდინარეობს ზაზა ურუშაძის ფილმის პრემიერა მანდარინები, რომელიც დაფინანსებული არის ეროვნული კინოცენტრის მიერ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აგრეთვე. ეს არის ესტონურ-ქართული კოპროდუქცია და ამ ფილმის დაფინანსებაში მონაწილეობა აქვს მიღებული აგრეთვე ესტონეთის კულტურის სამინისტროს, ესტონეთის კულტურის კინოცენტრს და ესტონეთის კინოინსტიტუტს. მე მინდა თქვა, რომ ყველა მაყურებელი, ვისაც გონია, რომ მიშა მესხი არის გოგლიკა სიხარულიძე და ჩარჩენილია ყარაბაღში, მოვიდეს ნახოს ფილმი და დარწმუნდება მის პროფესიონალიზმში.